თან ახლა დროინდელი როლს-როისი. ნახე რაკნეს, ეგ ყველაფერი თან ხდება 91 წელს. კი. კარების დახურვა. აი ბოლომდე ვერ დახურე, ხო კარები. მერე თვითონვე ის იმაში. ხდება, თვითონ მიაქვს. ხო, თვითონ მიაქვს კარები, წარმოიდგინე. 91 წლის მანქანაზე მაქვს საუბარი. ხო. შემდეგი ისა რა ქვია იმას. პარკინგ კონტროლი. აქვს. უკან ორი ცალი პატარა არ გამოსდიოდა. ანტენა. ანტენები, ხო. ორი ცალი პატარა ანტენა ამოსდიოდა. ეს მანქანა მახსოვს მე. დადიოდა. ხო. თბილისში და თან ბევრი. ნუ ის უკვე აღარ გვიკვირს 4-ვე ელექტროშუშა და რამე და ხო. პლუს მაგასთან ერთად სიდენიის ელექტრომართვა სავარძლების, ხო, თან ყველას წინებისა და უკანებისაც. პლუს მეხსიერებით. იმახსოვრებს. აი შენ მოირგე შენ თავზე, ხო? დაამახსოვრებინებ. თან სიდენია, რული, სარკეები. ყველაფერი. დაჟე სარკეებიც კი ელექტრო აქვს, წარმოიდგინე. და დამახსოვრებული არის მანქანიდან რო გადმოდიხარ თავის სტანდარტულ ადგილზე დგება, რო ჩაჯდები, 3 რეჟიმი ქონდა რა მეხსიერებისა. დააწვებოდი იმ რომელიც ქონდა შენ დამახსოვრებული ერთიანი იყო, ორიანი თუ სამიანი, მაგას მიაწვებოდი და შენზე მოერგებოდა ისევ მანქანა, როგორც დაამახსოვრებინე. კლიმატ კონტროლი, თან ინდივიდუალური შეგეძლო აი მე მაგალითად რულთამსი ვარ, შენ გზავრი ხარ, ხო? კი. და არ გინდა ძალიან სიგრილი ან ძალიან სიცხე. მაგის კონტროლი შეგიძლია? ხო, ცალკე ინდივიდუალურად შენ მხარეს აკონტროლებდი, მე ჩემ მხარეს კლიმატ კონტროლი ინდივიდუალური. ძვირიან როლს-როისებში ეხლაც არის. ხო,